ის უმრავლესობაში თქვენი აზრით? ეს არის ლოგიკური ფინალი საკმაოდ უხარისხო ჩატარებული პროცესისა, რასაც ახალგაზრდათა ხელისუფლების წარმართავდა, მე უფრო ფსევდო პროცესს დავარქმევდი, რაც ესე რომ ვთქვა ძალიან ესეთი გაუგებარი ეგრეთ წოდებული საერთო სახალხო განხილვით დაიწყო, მაგრამ ეს საერთო სახალხო განხილვა არა კონსენსუსზე იყო, ესე რომ ვთქვათ, ორიენტირებული, არამედ ორიენტირებული იყო საკუთარი აზრის, ანუ ბოლო ინსტანციის, ანუ ჭეშმარიტების ესე რომ საქადაგოთ და საბოლოო ჯამში ძალიან უცნაურად დასრულდა, ხო, აი იმ ცნობილი შეხვედრით ფილარმონიაში. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ თვითონ პარტიაშიც არ არის ეს საკითხი მაინც და მაინც დალაგებული, ეგრეთ წოდებული მუხრანის აჯანყებით დაასრულეს მთელი ეს აბსურდი და დღეს მივიღეთ სურათი, როდესაც წარუმატებელი, უმწიფარი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძე პირადი დრამის პირისპირ დადგა, ხო? და ეს დრამა ვითარდება როგორც გარეთ, როდესაც მან განიცადა სრული სტერილიზაცია და იზოლაცია გარე სამყაროსთან, ანუ ვერ მოძებნა ვერც ერთი პარტნიორი, ვერც პოლიტიკურ ელიტაში, ოპოზიციაში, ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში, ვერც ერთ სოციალურ ჯგუფში საზოგადოებრივ ხალხის, ხო? ანუ ფაქტობრივად სრული სტერილიზაცია განიცადა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თვითონ გუნდშიც არის ასთა სხვადასხვაობა და ფაქტობრივად იქ უკვე ხმები დათვალეს 75 დეპუტატია წინააღმდეგიო, ანუ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ ყველაფრის. ეხლა სხვა საკითხია, რომ თვითონ მაჟორიტარები როგორ იქცევიან, ხო? ანუ ეს მედროვეები, რომლებიც მემკვიდრეობით გადადიან ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში და ეხა